სალამი მეგობრებო, კარგი დავიწყოთ. სანამ დავიწყებ, ვიტყვი რომ პირველი შეხვედრა, რაც დამავიწყდა ჩაწერა, მეორე დღეს ახალი flow წამოვიდა და მეორე დღესვე ჩავწერე რა და უკვე დაიდო YouTube-ზე ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლია ხელახლა ნახოთ, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ხელახლა სულ სხვანაირი flow იყო და სხვანაირი კუთხით შეგიძლია შეხედოთ კიდევ ხელახლა რა. და წინა შეხვედრა რაც შიო გააკეთა, ის შემდეგ სამშაბათს, ეხლა სამშაბათს დაიდება რა. კაი, დავიწყოთ მეგობრებო, გავაღვივოთ ჩვენში мотивация, რომ ის შესაძლებლობა რაც გვეძლევა დრო და ენერგია ჩავდოთ ერთად ყოფნაში და სწავლების მიღებაში და ეს მე პრაქტიკაში გადავიტანოთ და ეკონომდეს ყველა არსებას ამის შესაძლებლობა და ჩვენი პრაქტიკით დავეხმაროთ განთავისუფლებაში ყველა არსებას. შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი მასწავლებლები, დაბადებიდან ვის წერა კითხვა გვასწავლა. სკოლაში, უნივერსიტეტში, სულიერი მასწავლებლები, მშობლები. ყველა ვისაც რაღაცა უსწავლებია ჩვენთვის. და ჩვენ მოგვეცა ეს შესაძლებლობა. შეგვიძლია გავაღვივოთ ამის მიმართ მადლიერება. და мотивация რომ ეს სწავლებები რაც მივიღეთ, გაუზიაროთ ჩვენს მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება. და ეს შეხვედრაც მივიდეს ყველა არსებამდე, ვისაც ამის საჭიროება და ემსახურებოდეს მათ განთავისუფლებას. და გვახსოვდეს რომ არ არსებობს ინდივიდუალური სარგებელი და ინდივიდუალური განთავისუფლება. არამედ ყველანი ერთად ვართ ამაში. და ყველა გზნობით არსებას ქონოდეს ყველაფერი რაც მას სჭირდება. და ყველა გზნობით არსებას ქონოდეს თავისუფლება და თავისუფლების ნამდვილი მიზეზები. და ყველა გზნობით არსება იყოს ბედნიერი და ქონოდეს ბედნიერების ნამდვილი მიზეზები. წინა შეხვედრაზე მეგობრებო, რო გადავხედოთ წინა შეხვედრებს, დავინახეთ რამდენად იშვიათი და რამდენად გამართლება არის ის რომ ჩვენ ვართ ადამიანურ ფორმაში და გვაქვს შესაძლებლობა რომ გვაქვს სრული ადამიანად ყოფნის შესაძლებლობა. რამდენიც არ უნდა მოვიხვეჭო ამ ცხოვრებაში და რაც არ უნდა გავაკეთო, აუცილებლად დადგება ის წარმავლობის სიბრძნე, რომელიც მაიძულებს რომ გარდავიქმნა სხვა ფორმაში, სხვა სფეროებში და დავიბადო სხვაგან. აუცილებლად დადგება ჩემს ცხოვრებაში, რაც არ უნდა გავაკეთო, აუცილებლად დადგება და ეს ერთადერთი რაღაცა არის, რაც დანამდვილებით ვიცი, რომ გარდაცვალება დადგება. და რაც არ უნდა მოვიხვეჭო ამ სამყაროში, რამდენი ბიზნესიც არ უნდა გავაკეთო, რამდენი შვილიც არ უნდა მყავდეს, რამდენი მომვლელიც არ უნდა მყავდეს, რა სიკეთებიც არ უნდა გავაკეთო, ეს ყველაფერი გაქრება. მაგრამ არ გაქრება ის, რაც გარდაიქმნება სხვა სფეროებში. და კაცმა არ იცის რაში გარდაიქმნება რა. მე თუ დღეს მაქვს შესაძლებლობა რომ ვიყო ადამიანი, არ ვიცი შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება ვიყო რაღაცა არსება ვიღაცის ქოთანში მაგალითად. არ ვიცით რა ვიქნებით. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ იმ შესაძლებლობას, რაც დღეს მოგვეცა. და არ უნდა ვიყოთ უმეცნები ისეთი არსებებივით, ვინც ფიქრობს რომ მაგალითად ინდოეთში ძალიან გავრცელებული არის ესეთი ფიქრი რომ არა უშავს რა, თუ ამ ცხოვრებაში არა შემდეგზე, თუ შემდეგში არა შემდეგზე. და რა ვივლი ესე რა. და თითქოს ყველა ბედნიერია ამით. და ეს არ არის ბედნიერება, ეს უმეცნება არის. იმიტომ რომ შენ არ იცი შენი კარმა რამდენ ხანს გაყვება. შენ არ იცი შემდეგ ცხოვრებაში რა იქნები, ვინ იქნები. დასავლურ თანამედროვე სულიერებაში ესე ამბობენ ხოლმე რომ ახალი სული, ძველი სული. ესეთი რამე რეალურად არ არსებობს რა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ყოფილ ვართ ძალიან ბევრჯერ. აი რა თავში რაც კი შეიძლება მოგივიდეს არსება, ყველაფერი ყოფილ ხარ. და ყველაფერი ვიქნები მომავალშიც, თუ ჩემი სერიოზული მიდგომა და ხედვა რომ აი ამ ცხოვრებაში მე გავთავისუფლდები და მაქვს ამის შესაძლებლობა და გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ასევე სხვებსაც მივეხმარები განთავისუფლებაში, თუ ეს სერიოზული საკითხი არ დავსვი მე ამ ცხოვრებაში, ეს გარდაუვალ ტანჯვას მოგვიტანს რა. ამის მიმართ გვჭირდება რომ სერიოზულად დავფიქრდეთ და ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ მონთხოვნი იმის მიმართ რომ სერიოზულად მივიღოთ ეს საკითხები რა. ის რომ ყველა და ყველაფერი ყოფილ ვარ, აი წარმოიდგინე შეგვიძლია დაახლოებით იცით რომ ადამიანები 8 მილიარდი ვარ, თქო დაახლოებით ხო რა. ამაზე ძალიან ბევრჯერ მეტი არსება არის მთელ სამყაროში. ხო რა, რაც კი მწერი შეგიძლია გაიხსენო, რაც კი ცხოველი, ფრინველი, ნებისმიერი არსება, ნებისმიერი გრძნობითი არსება, რაც კი თავში შეიძლება მოგივიდეს, ბევრად მეტია ვიდრე ადამიანურ ფორმაში მყოფი არსებები. ბევრად მეტი. და ჩვენ ამ წრებრუნვაზე დღემდე დავდივართ. მაგრამ რატომღაც
გააქვს შესაძლებლობა, რომ აი ამ უამრავ არსებაში დღეს შენ იყო ადამიანი. მაგრამ როგორც წინაზე შივამ გაგვიზიარა, ჩვენ არ ვიცით როდის დადგება დასასრული ამ შესაძლებლობის. და აი ამ წრეზე სიარულს ქვია სამსარა. რადგან დღეს გვექნება შეხვედრა რა. რა არის სამსარა და რატომ არის სამსარა ტანჯველი? რა არის ამ ტანჯვის მიზეზები? და სამსარა შეგვიძლია ვთქვათ წრებრუნვა, დაბადება სიკვდილის, გაუცნობიერებელი წრებრუნვა. ну, ლუპი კარგად ხსნის ამას სიტყვას რა, ლუპი, რადგან წრეზე დავდივარ. ძალიან საინტერესოა, რომ გუშინ, ეხლა მაგალითად, როცა რაღაც პატარა მედიტაციას ვაკეთებდი, რომ დღევანდელ შეხვედრისთვის მომზადებულიყავი, ჩემი ძმა შემოვიდა სახლში და ეგეთ რაღაცას მეუბნება, რომ გუშინო მაგარი უცნაური სიზმარი ვნახეო რა. და გახსოვს მეთქი, მე ძალიან მაინტერესებს რა სიზმარი. გახსოვს მეთქი, რომ მომიყვე მეთქი და იო და მიყვება ესეთ რაღაცას. ოღონდ ჩემი ძმას არ აქვს შეხება არანაირი ამ თემებთან ეხლა საცხოვრებლად. მიყვება ესეთ რაღაცას. რაღაც მგვალ შენობაში ვიყავიო, რამდენიმე სართული ქონდაო და ამ სართულებზე სხვადასხვა სამყაროები იყო რა. ზოგანო ჯუნგლები იყო, ზოგანო სიცარიელეო, ზოგან რაღაც არსებები დადიოდნენ. და ბიჭო, მეთქი ეხლა რასაც მიყვები, მაგ თემას ვწერე ეხლა რა. ანუ მაგ თემაზე გვაქვს ეს კვირები შეხვედრები. და ვერ ხვდებიო რას მეუნებიო და აი დღეს მაგალითად ხვალ მაქვს შეხვედრა სამსარაზე თქო. და ეხლა რასაც ჩემი მიყვები, ეგ არის სამსარი. ზუსტად ერთ-ერთი სიზმარში აღწერა, რომ თვითონ არ იცის ესე აღწერა, ეს სართულები, როგორც დაბადების სფეროები, რაზეც წინაშე პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა. ჯუნგლები, მოჩვენებები, არაფორმირებული არსებები. და ძალიან ჩემთვის ის იყო რა, რომ აი თუ აკვირდები, გააქვს რა ხედვა ყველაფრის მიმართ რა, მაგრამ თუ ჩვენ ვირჩევთ უმეცხრებაში ვიყოთ, ხო უბრალოდ სიზმარია რა. მაგრამ ჩვენ სიზმრებშიც ვიღებთ სწავლებებს თუ ამის მიმართ გახსნილები ვართ. იმის მიუხედავად ჩვენ გვაქვს თუ არა ბუდიზმთან შეხება მაგალითად. და ყველაზე საინტერესო რაც იყო, რაც მითხრა, ეს გუშინ ხდება რა რამდენიმე საათის წინ რა. ყველაზე საინტერესო რაც მითხრა არის ის, რომ მე ვკითხე, რომ საუბრობდით ერთმანეთში ამ სართულებზე, რომ დადიოდი და ჩემმა ძმამ მითხრა, რომ მე ძალიან ეიფორიაში ვიყავიო, ვერ ხვდებოდი რა ხდებოდა და სართულებზე დავდიოდიო რა. და ერთ სართულზე სადაც ჯუნგლები იყო და რაღაც უცნაური არსებები გამოდიოდნენ, შემამჩნიესო რა და გამომეკიდნენ. და მე ვეუბნებოდიო, რომ მოიცათო ერთი წამი და არ გერჩითო, მაგრამ მე ამ სართულიდან არ ვარო რა. ჩემი ძმა მეუბნებოდა, რომ მე ამ სართულიდან არ ვარო, არ გერჩითო და თქვენს ნუმერჩით. ის არსებები მეუბნებოდნენ, რომ რას ბოდაო, სხვა სართულები არ არსებობსო, მარტო ეს არის. და წარმოიდგინეთ რა არის სამსარა ახლა. რომ მე, როგორც ადამიან ფორმაში სიტყვაზე ახლა ჩემთვის სხვა სართული არ არსებობს. მარტო ეს მოცემულობა მგონია რა, მარტო ჩემი ხედვა, ჩემი აღქმები, ჩემი შეხედულებები, ჩემი ურთიერთობები. და ეს მგონია და ვიღაცა რომ მოვა მასწავლებელი და მეუბნება რომ ირაკლი დაფიქრდი შეიძლება ამ სფეროს გარდა სხვა სფეროებიც არსებობდეს, მე მეუბნები შეყვარ გაგიჟდი სხვა სფეროები არ არსებობს. და ვერჩი რა მე ამ ადამიანს რა. და ჩემო ძმა მითხრა რომ კიდე კაი გამომეღვიცაო რა, ის საშინელება იყო, დავიღალეო რა, ამ სართულებზე სერბილით. და ჩვენ რატო ვერ ხვდებით რომ დავიღალეთ? იმ დროს სიზმარში არ ვართ? იქნებ ჩვენც მაგრა დავიღალეთ ამ სართულებზე სიარულით. უბრალოდ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ გონია რომ ეს სართულია მარტო რა, აი ეხა რასაც ფანჯიდა რომ გაიხედო და რასაც ხედავ, ეგ სართულია რა. და სამსარ არის სიზმარი. საიდანაც შეგვიძლია რომ გამოვიღვიძოთ რატო ვიძახით რომ გამოღვიძებას, რატო ვარქმევთ სახელს, ხო? იმიტომ რომ სიზმარში ვართ და გვჭირდება რომ გამოვიღვიძოთ. სამსარაზე შეგვიძლია ეგეთ რაღაცა ვთქვათ, რომ მაგალითად ჩემი მშობლებისგან ვიცი რომ მისი მშობლები იძახდნენ რომ აი ეს თაობა ბევრ რამეს შეცვლის რა. მე ჩემი მშობლებისგან იგივე მესმოდა. მეუბნებოდა რომ აი შენი თაობა ბევრ რამეს გააკეთებს რა. ქვეყნის მიმართ, საზოგადოების მიმართ და ასე შემდეგ. და ჩემ თაობას უესმოდა რომ აი ეს თაობა სხვანაირია რა. და ჩემი ასაკის ვინც ხართ და შვილები ყავთ, ჩემთვის ძალიან დიდი შოკი იყო, როდესაც ჩემი ასაკის ადამიანისგან გავიგე რომ თავის შვილს იგივეს ამბობდა რა. და მეთქი რა ჯანდაბა ხდება რა, როდემდე უნდა დასრულდეს, ანუ კიდე გვაქვს იმის ილუზია რომ შემდეგი თაობა მოვა და ის გადაარჩენს სამყაროს, ან ის სხვანაირი მენტალიტეტის იქნება. ჩვენ ხო სულ რაღაც მომავალ თაობას ვაკისრებთ მაგ პასუხისგებლობას და ვიძახით რომ აი ეს თაობა ეხლა რაღაცა შეცვლის. მაგრამ ჩვენ რატო ვერ ვიღებთ საკუთარ ინდივიდუალურ განთავისუფლებაზე პასუხისგებლობას? იმიტომ რომ ტკივნეული არ გვინდა ამას თვალი გაუსწოროთ. მე მირჩევნია რომ ჩემი შვილი იყოს შემცვლელი ვიდრე მე.
ამ სულთან ურთიერთობაზე ერთი დიდი სიზმარია, ეგ ცალკე პრობლემაა. ჩვენ გვჭირდება რომ დავსვათ საკითხი, რომ არანაირი მომავალი თაობები არ არსებობს. არანაირი შემდეგი ეტაპები არ არსებობს. აი დღეს, ახლა, ამ მომენტში მაქვს შესაძლებლობა რომ დავსვა ეს საკითხი და აქედან გამოვიღვიძე. ეს გადის იმაზე, რამდენად არის ჩემში მომწიფებული ის, რომ როგორც ჩემმა ძმამ თქვა, რომ დავიღალე რა, აი ამ სიზმრიდან კიდე კაი გამოვიღვიძე, ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ სიზმარზე ვთქვათ, ეგ რომ აი დავიღალე. მაგრამ სანამ ვერ ვთობი ამ გონების მენტალურ ფორმირებებში და სანამ ვერ აღვიქვამ, რომ ეს არ არის ის, რისთვისაც მოვედი ამ სამყაროში, მაშინ რა თქმა უნდა ვივლი ამ წრეზე რა. რაც არ უნდა კარგი ცხოვრება გქონდეს რა, რაც არ უნდა იდეალური ურთიერთობები, რაც არ უნდა ღმერთად ვიყო დაბადებული და ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც მე მინდა, რაც არ უნდა წარმატებული ვიყო და ბევრი ფინანსები მქონდეს და კარგი ურთიერთობები. მაინც სამსარაში ვარ საბოლოო ჯამში. ესეთი მაგალითია რა მოყვანილი რომ წარმოიდგინო, ეს ჭიქა რომელზეც თავი აქვს დაფარებული და აქ პატარა პეპელა დაფრინავს რა ამ ჭიქაში რა. ამ პეპელას გონია რომ აქვს თავისუფლება რომ ზოგჯერ ზევით იფრენ, ზოგჯერ შუაში, ზოგჯერ ქვევით და დაფრინავს რა. მაგრამ ჭიქაშია. სადაც არ უნდა იფრინოს, მაინც ჭიქაშია საბოლოო ჯამში. ჩვენც რაც არ უნდა ურთიერთობები გქონდეს, დღეს რაც არ უნდა კმაყოფილება გქონდეს. ჭიქაში ვართ. და ამ ჭიქაში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ამოვწურავ ჩემს დადებით კარმას და დავიტანჯებ. აი ლამალინა მაგალითად ერთი რაღაცა გააზიარა და ჩემთვის ძალიან დამამახსოვრებელი იყო რა, რომ ერთი ადამიანი რომელიც საკმაოდ წარმატებული და დიდი ბიზნესის და ურთიერთობების მქონე ადამიანი იყო, სამსახურში დააგვიანდა, იმიტომ რომ ჩაეძინა რა. როცა იცმევდა და იმზადებოდა, თავისი ფანჯრიდან დაინახა ამერიკაში ცნობილი ტერაქტი, რომელიც ტყუპებს ეხება რა. ეს ტყუპებს შეეჯახა თვითმფრინავი და დაინგრა შენობა. და ეს ადამიანი ამ შენობაში მუშაობდა. და გადარჩა იმის წყალობით, რომ დააგვიანდა სამსახურში რა. და ამ ადამიანმა ამითი ამოწურა თავისი კარმა. ამ დღის შემდეგ იმ ადამიანმა აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგა რა. და ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ცვალებადია რა. ყველაფერი. და მაგალითად რო გადავიდეთ უშუალოდ ტანჯვის მიზეზებზე, ჩვენ გვჭირდება რომ ესეთი რაღაცა დავინახოთ ჯერ რა, რატომ ვიტანჯებით. ბუდა ამბობდა მაგალითად, რომ არსებობს 5 შემადგენელი ნაწილი, რისგანაც შევდგებით და რისგანაც შედგება ჩვენი გონება, რაც იწვევს გარდაუვალ ტანჯვას. თუ ჩვენ მას მივიღებთ როგორც რეალობას რა. და შეგვიძლია რომ დაეხოთ ეს 5 რაღაცა ჩამოვთვალოთ რა. და ყველამ შეგვიძლია თავის თავში გავატაროთ რა, მე რამდენად მყარი წარმოდგენები მაქვს ამის შესახებ რა. პირველი არის ფორმა. ფორმა საკუთარი სხეულის, აბსოლუტურად რასაც ვხედავ და ვეხები. 5 ახმის ორგანოთი, ნებისმიერი ფორმა რაც ყალიბდება რა. მე თუ მგონია რომ ეს არის უცვლელი, ეს აუცილებლად იწვევს ტანჯვას. ჩემი სხეულიც, სხვა ადამიანების სხეულიც, განწყობები, ფერები, სუნები და ხმები და ასე შემდეგ. შემდეგი არის შეგრძნებები. ჩემი შეგრძნებები რასაც არ უნდა გძნობდე, 5 აგრეგატი რა. სტანდას შეგვიძლია ვთქვათ რა. იგივე აგრეგატი. შემდეგი არის შეგრძნებები. და შეგრძნებების ფორმირება ძალიან საინტერესოა თუ დაკვირვები ხართ რა. ეს შეგრძნებები საიდან ყალიბდება? ჩვენ ვიძახით რომ რაღაცა არასასიამოვნო შეგრძნებები გვაქვს რა. სასიამოვნო შეგრძნებები გვაქვს. თუ დავაკვირდებით, სულ რაღაც 3 კატეგორიად იყოფა რა მთელი ჩვენი დავიწროებული გონების ახმა შეგრძნებების მიმართ. ეს არის რომ სიამოვნებს, ეს შეგრძნება, არ მსიამოვნებს, ან ნეიტრალური განწყობა მაქვს. და მე შეიძლება რომ დავსვა ესეთ საკითხი, რომ შეიძლება მქონდეს ნებისმიერ შეგრძნებასთან ესეთი ურთიერთობა, რომ ამ 3 კატეგორიიდან გამოვიდე. და შევატყო რომ მუდმივად იცვლებ. მუდმივად. აი მაგალითად დღეს რომ დილით გავიღვიძე და კონტრასტული შხაპი მივიღე, ვატყობ რომ ცხელი წყალი მსიამოვნებს და ცივი არ მსიამოვნებს. მაგრამ შეგრძნებებზე ვატყობ რომ ჩემი გონების ფორმირება არის რა. და თუ დადგები ცხელი წყლის ქვეშ და დაუშვებ იმას რომ ეს ცხელი შეიძლება ცივია და ის ცივი შეიძლება ცხელია, შეიძლება ბევრი აღმოჩენა გააკეთო რა. ჩვენ რა შეგრძნებებსაც გვგრძნობთ, ეს არ არის მყარი, ცვალებადია და ეს გონების პროექცია. უბრალოდ ჩვენ იდენტობა გვაქვს რა, ამ ყველაფერთან. ეს 5 სკანდას, 5 აგრეგატი, რასაც გავივლით ახლა. უბრალოდ გაატარე იმ ხედვაში, რომ ჩვენი იდენტობებია ამის გამომწვევი.
ყველაფერთან დიდი იდენტობა გვაქვს და ეს იწვევს ტანჯვას. ჩვენ ყველაფერთან პირადი ურთიერთობა გვაქვს, რა პიროვნული ურთიერთობა გვაქვს. შემდეგი არის აღქმები. გვიკითხავ საკუთარი თავის თავს, აი აღქმები როგორი უნდა იყოს სამყარო, როგორი არ უნდა იყოს, ჩემი ურთიერთობები როგორი უნდა იყოს ან როგორი არ უნდა იყოს, რა გასხივოსნება როგორი უნდა იყოს, ტანჯვა როგორი უნდა იყოს, მასწავლებელთან ურთიერთობა როგორი უნდა იყოს. მიკითხავს რა ეს შეხედულებები და ეს წარმოდგენები საიდან ჩდება? და დავკვირვებულო რამდენად ცვალებადია? დღის განმავლობაში რამდენად მეცვლება ჩემი შეხედულება და დამოკიდებულებები და აღქმები სამყაროს მიმართ და ადამიანების მიმართ? და თუ მე მას ჩავებღაუჭე ისე რომ ვერ ვხვდები რომ ცვალებადია, ეს იწვევს ტანჯვას. შემდეგ არის მენტალური ფორმირებები. მენტალური ფორმირებები შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი დამოკიდებულება, ანუ ხედვა, ემოცია, შეხედულებები. რასაც ჩემი გონება აყალიბებს, რაც ჩემი გონების შექმნელია და თავისთავადი არ არის რა. ჩვენ რაზე შეგვიძლია რომ თქვათ, რომ თავისთავადი. რამე შეგიძლია გაიხსენო, რაზეც ტიტყვი, რომ ეს თავისთავად ესეა. აბა დავსვათ საკითხი, რომ ეს გონების ფორმირება არის. და ბოლოს, რასაც ვეძახი ცნობიერებას. და ცნობიერება როგორც სიცხადე, ეს შეიძლება იყოს სუბიექტური. რომ ჩემი სიცხადე არის იმ საგნების და ადამიანების და მოცემულობების მიმართ, როგორც აღვიქვა ამ აგრეგატებს მაგალითად. ესე შეიძლება ზოგჯერ ცვალებადი იყოს, იმიტომ რომ სიცხადეს მე ვერ შევინარჩუნებ. ზოგჯერ მაქვს ცხადი ხედვა, ზოგჯერ დაბინდული ხედვა მაქვს. ზოგჯერ ეს ყველაფერი ვატყობ, რომ ეს აგრეგატები ცვალებადია და არ იწვევს ჩემში ტანჯვას, ზოგჯერ ხედავ, რომ ძალიან მყარია, ძალიან დიდი იდენტობა მაქვს. და ეს იწვევს ტანჯვას. და ზუსტად აი ამ 5 აგრეგატზე იძახდა, რომ თუ ჩვენ ამას ჩავებღაუჭებით და ამის მიმართ არ გვექნება ყოველდღიური მედიტაცია, პირველი მედიტაცია, რომ ეს ყველაფერი რამდენად ცვალებადი არის, ჩვენ აუცილებლად დავიტანჯებით. და ეს ტანჯვა გაგრძელდება. აქედან განთავისუფლება არ იქნება. შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს ადამიანურ ტანჯვას რა. უშუალოდ ჩვენი კონკრეტულ პირადი ცხოვრებიდან რომ მოვიყვანოთ რაღაც მაგალითები. და სანამ ამ მაგალითებს მოვიყვანო, ესეთი რაღაცა მინდა ვთქვათ, რომ ამ სწავლებას არ ვისმენთ, იმიტომ რომ ჩემს სიტყვებს დაუჯეროთ, ან ვინმე სიტყვას დაუჯეროთ რა. ჩაცვალეთ მიიღეთ როგორც რაღაცა სარკე, რომელშიც ვიხედებთ. ეხლა მე რომ ნებისმიერ თქვენგანს უთხრა, რომ სახეზე რაღაც გაქვს რა. ხო არ დამიჯერებ, ადგები სარკეს ჩაიხედები და გადაამოწმებ საკუთარი გამოცდილებით, აბა რა გაქვს სახეზე და სად გაქვს რა. ზუსტად ეხლა დღევანდელი საუბარი ემსახურება იმას, რომ საკუთარი გონებით და საკუთარი გამოცდილებით გადაამოწმო, საკუთარი ცნობიერებით, სიცხადით გადაამოწმო. კითხვის ნიშნებს დააყენო აბსოლუტურად ყველაფერი და შენი მედიტაციური გამოცდილებით გადაამოწმო. მე რა ვიცი, შეიძლება გუშინ ცუდი სიზმარი ვნახე და დღეს ბოდავ რაღაცას რა, საკუთარ გამოცდილებას გიყვებით, რომელიც სიგიჟე. მე ნებისმიერ სწავლებას ვიღებ, რომ შესაძლებლობას, რომ მე ავდგე და გადავამოწმო. ადამიანური ტანჯვა, რომელიც სამი ფუნდამენტალური ტანჯვა შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ცვლილებებისგან გამოწვეული ტანჯვა. და შეგვიძლია დავაკვირდეთ რა ცხოვრებაში რამდენად რეზისტენტულები ვართ ცვლილებების მიმართ, რამდენად ყველაფერს ვაკეთებთ იმის გამო, რომ ეს ცვლილება არ დადგეს ჩემს ცხოვრებაში. და მას ჩავშლით კარგად რა. მეორე ფუნდამენტალური ტანჯვა არის ეს ტანჯვიდან ტანჯვაზე რა. რამდენად შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ რამდენად ტანჯვიდან ტანჯვაზე გადავდივარ და ეს ციკლი იმდენად ჯაჭვური არის, რომ აქედან ამ ჯაჭვს წყვეტა არ აქვს რა. აი მე თითქოს ვცდილობ, რომ სამსახურის პრობლემები მოვაგვარო, ფინანსური პრობლემები მოვაგვარო და ორ სამსახურში მუშაობ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ რაღაცა შემსუბუქდეს, უფრო და უფრო ძლიერდება რა. მე რატომღაც მაქვს მყარი წარმოდგენა, თუ ორ სამსახურში თუ ვიმუშავებ, ეს შეამსუბუქებს ჩემს პროცესებს. მაგრამ რაც უფრო ვცდილობ, რომ პრობლემა მოვაგვარო, მით მეტი პრობლემა იქნება. და ამით ტანჯვიდან ტანჯვაზე გადავდივარ რა. აი არ გაიგია მეგობრებისგან და ახლობლებისგან და შეიძლება პირადი გამოცდილება იყოს, რომ ჩვენ ცხოვრებაში დგება რაღაც დაავადება ოჯახის წევრს, რომელიც გარდაიცვლება. ერთი ოჯახის წევრის მეორეს გადაცვალება მოყვება, მეორეს მესამეს. და თვითონ ვიძახით, რომ რა სიგიჟე ხდება რა, როგორ მიყვა ეს პრობლემები ერთმანეთს. და თუ დააკვირდები ამ მომენტში ჩვენ
რაღაცნაირი წინაღობა გვაქვს ამ პრობლემების მიმართ, მიუღებლობა გვაქვს რა. მე ვარ ამ პრობლემების შესული, იდენტობა მაქვს, თავი მაქვს ბოლომდე გაიგივებული და ვცდილობ რომ აღარ მოხდეს, სადღაც გაწყდეს ეს პრობლემები და რაც უბრალოდ ვცდილობ რომ გაწყდეს, მით მეტი პრობლემა ხდება ჩემს ცხოვრებაში. და მესამე ფუნდამენტალური ტანჯვა არის სხვადასხვა ასპექტებით განპირობებული ტანჯვა რა. ჩემი დასაცმლის არჩევით, თუნდაც ურთიერთობების დალაგებით, ეს მინდა, ეს არ მინდათი. და ჩვენ გვჭირდება გვახსოვდეს უბრალოდ რომ პირველი რა რომ დავთესო და გავაღვიო ხედვა რომ არაფერია მუდმივი და ესეც გაივლის. მეორე, დაინახე რომ ვერ აკონტროლებ ტანჯვის ფორმებს და მესამე, დაინახე რომ მიდრეკილება გვაქვს ტანჯვისკენ. სამი ტანჯვა რომელიც შეგვიძლია გამოყოს პირადი ცხოვრებიდან და შეგვიძლია პატარა მედიტაციებად გავაკეთოთ რა და დავიღოთ ხოლმე რამდენიმე წუთი და დავფიქრდეთ უბრალოდ რა. პირველი რაც შეგვიძლია ვისაუბროთ ეს არის ტანჯვა იმისი რომ გავურბივარ იმას რისიც მეშინია და არ მინდა რომ მოხდეს რა. რა შეიძლება რომ იყოს ესეთი რა? რას გავურბივარ მე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რისიც მეშინია, ან არ მინდა რომ მქონდეს რა, არ მინდა რომ მოხდეს რა. მაგალითად არის ამ სამი ფუნდამენტალური ტანჯვიდან, რომელიც არის ის რომ აუცილებლად დადგება და მე ამას ვერ ვაკონტროლებ, ეს არის სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი. მე ამის მეშინია. არ მინდა რომ დადგეს. მაგრამ განაშეგვილია რომ რამე გავაკეთოთ იმის მიმართ რომ ან სიკვდილი დადგება, ან ავადმყოფობა შეიძლება დადგეს, ან შეიძლება სიბერე დადგეს და ყველანი ვიტანჯებით ამითი რა. მომავალში ფიქრით რომ სიბერე არავისთვის მოსაწონი არ არის, ხო? თუ სტუდები, სხვისი მოსავლელი ხდები, რაღაცებს ნანობ მე წარსულში. მე ისი მეშინია რომ ვფიქრობ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დღევანდელი ჩემი აქტიური ტანჯვის მიზეზი, რისიც მეშინია და არ მინდა რომ მოხდეს, არის გაჭირვება რა. და შეგიძლიათ თქვენსაც გადახედოთ რა. გაჭირვება. რომ სხვისი მოსავლელი არ გახდეს, სხვისი პასუხისგებლობა არ გახდეს შენი კვება, შენი არსებობა, შენი ტანსაცმელი. და ამ გაჭირვებას, აი ეგეთი რაღაცა არსებობს, რომ რასაც გავურბივარ, თუ მეშინია გავურბივარ რა. და რასაც გავურბივარ, ის მომსდევს რა. ბავშვობაში მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ძაღლი თუ გიყებს, არ გაიქცე, თორე გამოგეკიდება რა. და მე თუ გაჭირვების მეშინია, ვაწყობ პატერნად, რომ ამ გაჭირვებას გავურბივარ. სიკვდილის თუ მეშინია, ამ სიკვდილს გავურბივარ რა, 1000 გიჟეს ვაკეთებ რა. ამდენ ფინანსებს ვახარჯავ, რომ ჩემი როგორ მოხდა საერთოდ ჩემს ცხოვრებაში, რომ თავარი ამოცანა გახდა, რომ არ მოვკვდე რა და მაქსიმალურად გადავავადო ეს სიკვდილი. როგორ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ იმდენად გავაიგივე თავი ამ ჩემს შიშებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რომ მეშინია გაჭირვების რა. ფინანსების გარეშე ყოფნის. ურთიერთობების გარეშე ყოფნის. და ამას გავურბივარ. და მე თუ ხედავ სამსარა როგორ მუშაობს, მაშინ მჭირდება თქვა რომ რასაც გავურბივარ ის მომზდებს აუცილებლად. მაგალითად ცხოველები, ხო? მე ცხოველებში ერთადერთი ყველაზე მეტად რისაც მეშინია არის გველი. სადაც არ უნდა წავიდე. 200 ადამიანიც რომ ახლდეს თან, ვერავინ ვერ ხვდება, ვერავინ ვერ ხედავს გველს, მაგრამ მე ყველა გასვლაზე, ყველა ჰაიკინგზე გველი ხვდება რა. რატო? იმიტომ გავურბივარ გველს, მაგრამ მომზდებს. თქვენ თუ დააკვირდებით სახლში რა, რა ვიცი. სახლში, სამსახურში, შეიძლება არ მინდა ოთახში ობობის მეშინი, არ მინდა რომ ობობა იყოს, მაგრამ მაინდა ობობა არისო ჩემ ოთახში. რა როგორ ხდება ეს? ავიღოთ 2 წუთი, 3 წუთი მეგობრებო და ამაზე ჩვენში გავატაროთ ეს კითხვა რა. რას გავურბივარ? რისი მეშინია და რა არ მინდა რომ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში? ეს როგორ იწვევს ჩემში ტანჯვას? და რაღაც მაგალითებს გადახედეთ.
კარგი, მეგობრებო, შემდეგი არის შემდეგი ტანჯვა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება გვივლინდებოდეს, ეს არის ასევე მთავარი მიზეზი სამსარიდან, რატომ ვიტანჯვებით არის, რომ ჩვენ დაუძლებთ ჩვენ სურვილებს. შეგვიძლია დავფიქრდეთ, რას დაუძლებთ რა. ბედნიერებას, სილამაზეს, აღიარებას, წარმატებას, ფინანსებს, პოპულარულობას. მათ შორის დაბადებას რა. შეხო გავიგია რომ აი მშობელი იძახის რომ შვილი მინდა რა. და გარის განცდა რომ ეს შვილი დაალაგებს მის ოჯახურ პრობლემებს. და დაბადება რამდენად მტკივნეულია მაგაზე ვინც მშობლები ხართ გეკნებათ გამოცდილება. და ვინც არა და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ აი მაგალითად ესეთი რაღაცა არის აღწერილი რომ დაბადების ტკივილი ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც ნახევრად გარდაცვალების თვალფასია რა. და ჩვენ ამაზე ვიძახით რომ მინდა და ჩემს სურვილებს დავსდებ. და მე ამ შვილს როგორც წესი რაღაც მისიებს ვკიდებთ რა. რომ ან ჩემი ურთიერთობის დამლაგებელი უნდა იყოს, ან თაობის შემცვლელი უნდა იყოს. და ის სურვილი რომ ბავშვი მინდა, უამრავ სურვილს მოიცავს, რომელსაც დავსდევ რა. შეიძლება იყოს ბედნიერება. რომ გონია რომ ბედნიერება იმდენად ფორმირებული არის ჩემს გონებაში გარე სამყაროში, რომ მე ამ ბედნიერებას დავსდევ რომ პარტნიორთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. ვისთვის რა არის ბედნიერება რა? შეიძლება იყოს სიმდიდრე, წარმატება, პოპულარულობა. და ესეთი რაღაცაა ნათქვამი რა, რომ თუ მე იმას ვერ ხვდები, რომ ნებისმიერი სურვილები, რაც მე მაქვს, ამას არ ჩავანაცვლებ საჭიროებებით, ეს აუცილებლად გამოიწვევს ტანჯვას. მე სანამ ცხოვრობ ჩემი სურვილებით და არა საჭიროებებით, ეს იწვევს ტანჯვას. და მე რომ მაქვს განცდა, რომ ჩემი სურვილია რომ ვიყო პოპულარული, ვიყო წარმატებული, ბევრი ფინანსები მქონდეს. რა იწვევს ჩემში იმ განცდას, რომ ეს ჩემზეა დამოკიდებული? ეს ხოდახოდ არის უმეცრება, რომ ესე იგი არ მესმის, როგორ მუშაობს თვითონ სამსარა. მე ვერ ვგრძნობ ვერ არ მაქვს ხედვა ჩემი სიცხადის და ცნობელობის და არ ვიცი კარმა როგორ მუშაობს. და ვერ ხვდები რამდენად წარმავალია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს რაღაცა ნათქვამი რომ თუ შენ უნდა იყო პოპულარული, შენ ვერ აცდები ამ პოპულარულობას. ძალიანაც რო გინდოდეს. შენ თუ შენი კარმი თუ უნდა იყო მდიდარი, ვერ აცდები ამ სიმდიდრეს. შენ ამ დაბადებაში თუ უნდა იყო კარგ ურთიერთობაში, ვერ აცდები ამ ურთიერთობას, მასწავლებელთან ურთიერთობას. და ესეთი რაღაცაა, ხო ნათქვამი, რომ რასაც მივსდევ, ანალოგიურად ისიც გამირბის. ანუ თუ მე რაღაცას გავურბივარ და ის მომსდევს, როგორც პირველ ტანჯვაში ვთქვით, ჩემი სურვილი ეგრე არის, რომ მე თუ ამ სურვილს მივსდევ, ესეც გამირბის რა. მე ძალიან დიდი ხანი ვიტანჯებოდი, ძალიან დიდი ხანი ვიტანჯებოდი იმ სურვილით, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა მინდა რა. მინდა რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში მასწავლებელი და ეს სურვილი მეკცე ტანჯვად რა. და ვერასდროს ვერ მოხდა ისე რომ მასწავლებელთან ურთიერთობა მქონოდა. სანამ ჩემში რაღაც არ დაიღალა და არ თქვა რომ არ მაინტერესებს რა, თუ საჭიროა რომ უნდა მქონდეს მექნება. და თუ არ არის საჭირო რომ მქონდეს არ მექნება. და ეს რაც განცდაში მოხდა, მე გამოჩნდა მასწავლებელი. იმიტომ რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე თუ მგონია რომ ჩემი სურვილების დევნა და მიღწევა ჩემზეა დამოკიდებული, ეს იწვევს ტანჯვას. სურვილი რომ ვიყო ლამაზი, მოსაწონი სხვებისთვის, აღიარებული. და ამისთვის რამდენ ძალისხმევას უთებთ რა, პლასტიკური ოპერაციებიდან, ეპილაციებიდან, ქირურგიული ჩარეობიდან დაწყებული, რამდენ რესურსს, თუნდაც მატერიალურს ან გონებრივ რესურსს უთებთ ამ ყველაფერში. და ვინმე გინახავთ რომ ერთი პლასტიკური რაღაცა შესწორება გაეკეთებინა თავისი ლამაზეში და იქ დაკმაყოფილებულიყო? ხო უფრო მეტი და მეტი უნდა ადამიანს რა. სადმე არის ზღვარი რომ მე მგონი მაქვს იმის ილუზია რომ ვიტყვი რომ აი ეს სურვილი შესრულდება და მე რევსო რა. უფრო მეტი და მეტი მინდა იგივე ფინანსებზე და ურთიერთობებზე. ამიტომ ამ ტანჯვიდან გამოსასვლელად ჩვენ გვჭირდება ხედვა რომ მე არ მაქვს კონტროლი ამ სურვილების მიმართებაში. ჩემი სურვილები დამაზიანებელი არის. ჩემი სურვილები განპირობებულია ჩემი არაცნობიერული დაბინდული განპირობებული გონებით. რომელსაც ძირი არ აქვს, რა ძირ გავარდნილი ქვევრი არის, რომელსაც ვერ ამოავსებს ვერავინ. და სანამ მე ამას მივსდევ,
ისიც გამერბის. აი, ბავშვობაში მახსოვს, რომ ავტობუსით როცა ხშირად დავდიოდი ხოლმე და მაგვიანდებოდა სკოლაში მაგალითად. ის ავტობუსი არასდროს არ მოდიოდა მაშინ, როცა მე მინდოდა და მაგვიანდებოდა. მაგრამ თუ უბრალოდ მაღაზიაში ვარ გამოსული და სეირნობ, მაინდა-მაინც ის ავტობუსი მხვდება რა. მაგრამ არ მჭირდება ეხლა ის ავტობუსი. აღარ მინდა, არ მეჩქარება. ავიღოთ 2-3 წუთი მეგობრებო და უბრალოდ დავფიქრდეთ, რომ დავვზდებ ჩვენ სურვილებს, რას მივზდებ, რა სურვილი არის ჩემში, რა უნება არის ჩემში, რომელსაც ცნობიერად თუ არაცნობიერად დავვზდებ. და ეს ჩემში იწვევს ტანჯვას. შემდეგი ტანჯვა მეგობრებო, რაზე შეგვიძლია დავფიქრდეთ, არის რომ ჩვენ გამუდმებით ვიტანჯებით, რომ შევინარჩუნოთ და არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვს. რა არის ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რასაც გამუდმებით ვეჭიდები რა და არ მინდა რომ დაიკარგოს, ჩემგან წავიდეთ. შეიძლება იყოს, არ ვიცი, მიჯაჭვულობა ადამიანების მიმართ. ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები თუ პარტნიორული თუ ნებისმიერი ადამიანთან ურთიერთობა. ჩემში არის გამუდმები ტანჯვა იმისი, რომ შევინარჩუნო ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩემთვის სიამოვნების მომგვრელი არის, ჩემთვის მოსაწონი არის, აქ თავს კომფორტულად ვქცნობ. რაკაც მე ვხედავ, რამდენად დამაზიანებელია ჩემი იდენტობები, იმიტომ რომ ეს იდენტობები და მყარი წარმოდგენები ჩემი ურთიერთობასთან მიმართებაში და ჩემი გამოცდილება ესეთი არის, რომ ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდი ტანჯვა რაც იყო ადამიანთან დაშორება. და როგორ ხდება ჩემ თავში ახავს საკითხავს რა როგორ ხდება ის რომ მე 10 წლიან ურთიერთობაში ვიძახი რომ მიყვარს ეს ადამიანი და ერთ დღეს როცა ეს ადამიანი გადაწყვეტავს რომ ურთიერთობა დაასრულოს გაბრაზებული ვარ და ვერ ვიტან ამ ადამიანს აი ეს უეცარი მკვეთრი ცვლილება რანაირად ხდება და ჩვენ რატომღაც ყველაფერს სიყვარულს ვარქმევ და ვიძახი რომ მე სიყვარული ვიცი რა და როგორ იცვლება ეს სიყვარული ერთ დღეში გაბრაზებაში გაბრაზებად როგორ გადადის იმიტომ რომ მე მიჯაჭვული ვარ ამ ადამიანს და ვებღაუჭები რომ არ დავკარგო ის რაც მაქვს ამ ადამიანისგან და თუნდაც ტანჯვის გააზრება და ტანჯვაზე მედიტაცია მე მასწავლის ესეთ რაღაცას და არა მარტო ტანჯვაზე მედიტაცია რა 4 ფიქრზე მედიტაცია
არავინ და არაფერი არ არის ჩემს ცხოვრებაში ჩემი გადაწყვეტილებით. მათ შორის პარტნიორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ასე შემდეგ. ყველა და ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში არის თავიანთი გადაწყვეტილებით, მათი გადაწყვეტილებით. ბუდიზმში მაგალითად მასწავლებელი შენ არ ქვია იმიტომ რომ იტყვი რომ დღეს მასწავლებელი ვარ და ვსო აი დღეს მასწავლებელი ვარ და ვეძებ მოსწავლეებს არა როცა ადამიანი მოვა და გეტყვის რომ შეგიძლია ეს სწავლება გამიზიარო მაშინ ხარ მასწავლებელი ანუ მოსწავლის გადაწყვეტილებით ხარ შენ მასწავლებელი და არა შენივე გადაწყვეტილებით რას ვებღაუჭებით რა რაც არ მინდა რომ დავკარგო თუნდაც სიყვარულის სახელით ნების სახელით და მე ტანჯვა მანახებს რომ მე არანაირი სიყვარული ჩემში ადამიანურ ფორმაში და გონების პროექციაში არანაირი სიყვარულის გაგება მე არ მაქვს იმიტომ რომ ჯერ ტანჯვის შეგრძნება არ შემიძლია რომელიც სპონტანურ თანაგრძნობას ბადებს ეს გამოცდილებაში სანამ ადამიანს არ აქვს იქ სიყვარული არ არსებობს იქ ცოცხალი ხედვა არ არსებობს იქ არის ხოდნახოდ მიჯაჭვულობა და გაკეთება ყველაფრის რომ ეს ურთიერთობა არ დავკარგო იგივე ხდება გარდაცვალებაზე რა რამდენად მტკივნეულია და ამაზე ძალიან კარგად წინაზე შევამი საუბრო რამდენად მტკივნეულია რომ ადამიანის გარდაცვალება დგება ჩვენ ცხოვრებაში და ეს განშორება რამხელა ტკივილს იწვევს და მე ძალიან მეუცნაურება ხოლმე როცა აი მაგალითად ну ძალიან დიდი ხანია Facebook-ს აღარ ხმარობ მაგრამ ხვდებოდა ხოლმე ესეთი სტატუსი რომ მეუღლე გარდამეცვალა და იდენტობა აქ არის რა და ტანჯვის მიზეზი აქ არის მე კი არ გარდამეცვალა გარდაიცვალა მაგრამ მეა ყველაფერში რა ეს ჩემი დიდი თვითკონცენტრაცია იდენტობა ყველასთან და ყველაფერთან და ჩემს გარშემო ბრუნავი სამსარა მეუბნება რომ აი მე გარდამეცვალა მე დავკარგე და იმის წარმოდგენაც არ მაქვს ის ადამიანი საერთოდ რა პროცესებში არის ჩართული რავი თქვენ შეგიძლიათ თქვენს თავს დავუსვათ კითხვა რა რის ჩაბღაუჭებას ვცდილობთ რომ არ დავკარგო ეს იქნება რეპუტაცია, სამსახური, ურთიერთობები, მათ შორის მედიტაციური გამოცდილებები. ვისაც ჩვენ მე მგონი პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ღმერთების სფეროს ეკუთვნის ის, ვინც აი მედიტაციური გამოცდილებებით აღფრთოვანებულია რა. მაგრამ საკმარისია რომ ერთ მედიტაციის დროს მას აღარ კონდეს მსგავსი გამოცდილება და ტანჯვა იწყება, მაშინვე დაბნეულობა იწყება, რომ რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებ, რაღაცა ხდება ჩემ თავში, რაღაცა შეცდომა დაუშვი. რატომ აღარ არის ის მსუბუქი და მშვენიერი გამოცდილება მედიტაცია? ჩვენ ვერ ხვდებით ამ სიცოცხლის უნარიანობას, რამდენად ცვალებადია ყველაფერი. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ჩემს ცნობილობასთან, ამ ტანჯვასთან თუნდაც ცნობილობით დავრჩე, ისე რომ არ მჭირდებოდეს სხვები და სხვა რაღაცეები. ამაზე შეგვიძლია ავიღოთ 2-3 წუთი და დავფიქრდეთ რომ დავინახოთ ჩემში ტანჯვა, რას ვებღაუჭები. რა არ მინდა დავკარგო, რაც მაქვს. ან ვინ არ მინდა დავკარგო, ვინც მყავს.
ეს ყველაფერი მეგობრებო, რაზეც საუბრობთ, ეს ტანჯვის მიზეზები გვჭირდება მოვიყვანოთ მაგალითებად, რადგან დავინახოთ, რამდენად მყარია ჩვენი იდენტობა ჩვენს პიროვნებასთან მიმართებაში. პიროვნება ირაკლი, ინდივიდუალური გამოვლინება, რომ არსებობს და მის გარშემო ხდება ყველაფერი, ეს არის ტანჯვის მთავარი მიზეზი. მე იდენტობა მაქვს ჩემს სხეულთან, ემოციებთან, ფიქრებთან, აღქმებთან და აი ეს მყარი წარმოდგენა, რომ მე ვარ ირაკლი, ამ ფიქრებით, ემოციებით და აღქმებით, ურთიერთობ თქვენთან და ასევე თქვენზე წინასწარი განწყობა მაქვს უკვე შექმნილი. პირველადი თავდაპირველი ყველაზე დიდი სიბრძნე, რაც გვჭირდება რომ გავატარო, თავდაპირველი, პირველადი შეცდომა, რაც არის. მე ფიქრელი ვფიქრობ. ფიქრს. ფიქრელი ფიქრობს ფიქრს. გამუდმებით ყვებით რაღაც ისტორიებს საკუთარ თავში. ყველაზე და ყველაფერს. ეს აყალიბებს ჩემს მყარ წარმოდგენებს. და შეგვიძლია რომ დაშვება გავაკეთო და მედიტაცია ვაქციოთ ეს რომ მე ცალკე როგორც ფიქრელი, ცალკე როგორც ფიქრის პროცესი და ცალკე როგორც თვითონ ფიქრი, ესენი ერთმანეთიდან გამოყოფილი არ არის. მაგრამ ტანჯვა იწყება იქ, სადაც გამოყოფილად აღვიქო. მე ვარ ცალკე ფიქრელი, ცალკე არის პროცესი ფიქრის და ეს ფიქრი და ცალკე არის ფიქრი. მაგრამ ეს ფიქრი შეგიძლია ჩაანაცვლოთ აბსოლუტურად ნებისმიერ აქტივობაში თქვენ ცხოვრებაში რაც ხდება. სად იწყება დუალობა რა? სად არის მე და სად არიან ისინი? და ამ პროცესში დავინახავთ რომ აი ამ დაბნეულობაში ვართ რა, რომ ვარსებობ აქ მე და თქვენ მათ. და ფიქრის პროცესი ძალიან საინტერესოა რა, რომ დავაკვირდე რომ რამდენად გაჭედილი ვარ აი მასში, მომწონს, არ მომწონს, ან სულ ერთიან მდგომარეობაში. გამუდმებით ნებისმიერ რამეს, რასაც არ უნდა შეეხოთ ამ მომენტში. აი თუნდაც რა ექსპერიმენტად შეგიძლია რა, წინ რაც გიდევს, მაგიდა იქნება წიგნი, ტელეფონი, უბრალოდ ხელით შეეხო. და დააკვირდი პირველი ფიქრი რა ჩდება რა. პირველი შეგრძნება რა არის. გონება მაშინვე ცდილობს რომ კატეგორიაში ჩააგდოს. მოწონს ეხა ეს შეხება თუ არ მოწონს? თუ სულ ერთია ნეიტრალური. და თუ დააკვირდები, ეს პროცესი ხდება ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში, ფინანსებთან ურთიერთობაში, მედიტაციასთან ურთიერთობაში. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხვდებით ამ პროცესებს. ვერ ვაკვირდები, არაცნობიერად მიდის ჩვენგან და ამაში ძალისხმევით ჩადებაც არ მინდა. ასევე მთავარი მიზეზი, ეს ყველაფერი რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მთავარი ესე ვთქვათ შეჯამება, რაც შემიძლია გავაკეთო, რომ რატომ ვიტანჯებით, არის ის, რომ აი ჩათვალე, რომ არასაჭირო ინსტრუმენტები გვიდევს ჩანთაში რა. ჩემი პირველი დიდი, ესე ვთქვათ, ჰაიკინგზე გასვლა იყო რაჭაში, ვინც იცით, ესეთი უძირო მთა არის და იქ უძირო ტბა არის რა. ესე იცახიან ყოველ შემთხვევაში უძირო ტბას, კატისწვერა მთა არის რა. და როცა პირველად მივდიოდი, იქ გამოცდილმა ადამიანებმა მითხრეს რა, რომ შეიძლება ერთ დღეში ავიდეთ, შეიძლება ერთ დღე არ გვეყოს, მაგრამ ალპური ზონა იწყება და ისეთი რაღაცები არ წამოიღო, რაც არ გჭირდება რა. წამოიღე მარტო ის, რაც უეჭველი დაგჭირდება და მინიმალურ საჭიროებას დაგიკმაყოფილებს. მათ შორის საჭმელიც, სასმელიც, დასაცმელიც. და ცოტა ადგილი დაიტოვე, რომ შეშა წავიღოთ, იმიტომ რომ იქ ვერ ვნახავთ შეშას, ალპური ზონა არის. მე რა თქმა უნდა არ მოვისმინე ეს ყველაფერი. წავიღე 9 გამოსაცვლელი, საჭმელები უამრავი, შეშის ადგილი არ დამჭა, წყალი ვაფშე არ წამიღია. და შუა გზაში მივხვდი რომ ჩემი ჩანთა იმდენად მძიმეა, რომ პროსტა გზას ვეღარ გავაგრძელებ რა, აი შანსი არ არის. და გადავყარე დასაცმელის, გადავყარე საკვებიც, და ამ საკვების გადაყვანა რა გამოიწვია? წვერზე ავედით და მთელი ღამე შიმშილით კვდებოდი რა. და რო ჩამოვდიოდი, იმდენად შეოდა რომ გონებას კარგავდი რა. და კენკრად რაღაცები რო შემხვდა, აი მან დათვივით აი ესე პირით პირდაპირ ჭამდი რა. და ეს რატომ მოხდა? იმიტომ რომ არ მოვისმინე გამოცდილი ადამიანის, ვინც მეუბნებოდა რომ შენი ჩანთა სავსეა არასაჭირო ნივთებით. და ჩემი ჩანთა დღეს ჩემ ჩანთას შეავსგულისხმობ. ჩემი ცხოვრება სავსეა არასაჭირო ურთიერთობებით, შეხედულებებით, აღქმებით, არასაჭირო ვნებებით, არასაჭირო დამოკიდებულებებით, არასაჭირო საუბრებით, არასაჭირო ქმედებებით. და თუ მე ყველაფერი არ დავიყვანე მინიმალურ საჭიროებებამდე, მე ისე ღრმად ვარ ჩაფლული ამ სამსარაში,
რომ ვერ ხვდები რომ სიზმარში. მაგრამ ეს მინიმალური საჭიროებების დაყვანა არ არის სასიამოვნო პროცესი. იმიტომ რომ ჩემ თავში როგორც იმ ჰაიკინგზე ჩემი თავი მეუნებოდა რომ არა მოიცა კაცო ეხლა რა უნდა იყოს ისეთი რომ ამის გარეშე ვერ გავაკეთო. ზუსტად იგივე ხდება რა. რავი, ხა ერთი ურთიერთობა და ეს ერთი ესეთი არა საჭირო საუბრები, ერთი არა საჭირო აქტივობა, რა პრობლემაა. დამი დავასრულოთ მეგობრებო, რომ ეს საუბრები და ამის მიმართ ყოველდღიური მედიტაცია, იმიტომ კი ამჭირდება რომ სული დავიმძიმო ტანჯვით. არა მჭირდება რომ ვიტანჯები, ფაქტად ვიტანჯები, რა მოცემულობაში ვიტანჯები. და ამის დანახვა მე ხედავ ჩემი გამოცდილებით რომ ეს გულს ხსნის რა, გულსაც და გონებასაც ხსნის. და შეგვიძლია ესეთი პრაქტიკა წავიღოთ აქედან და ყოველდღიურ ცხოვრებაში გავაკეთოთ რა, რომ აი გარეთ ქუჩაში რო გავალთ, ერთი რომ ჩემს მედიტაციურ გამოცდილებაში ვაკურდები, მე ყოველდღიურად ვუსვავ საკუთარ თავს კითხვას, რომ რითი ვიტანჯები და ამის მიმართ შუქი შემაქვს აქ, რომ ხედავ რაც იწვევს ამ ყველაფერს. და მეორე ქუჩაში რო ადამიანი მხვდება, შემიძლია რომ მასშიც დავინახო ზუსტად იგივე ტანჯვა, რაც ჩემში არის. რამე უკეთესი და უარესი კი არა. ზუსტად იგივე ტანჯვა, რაც ჩემში არის, ის არსებაც მაგით იტანჯება, არა მარტო ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, მწერი. ქუჩაში რო გახვალ, შეგიძლია რომ 5 წუთიანი მედიტაცია გააკეთო, რა პირველი ვინც ან რაც შეგხვდება, უბრალოდ დააკვირდი და დაინახო რომ ის არსებაც ზუსტად ისე იტანჯება როგორც ჩემი. და თანაგრძნობა არ არის ემპათია. თანაგრძნობა არ არის მე შენზე უკეთესი ვარ ან მე ცოდები დამოკიდებულები. თანაგრძნობა არის ესეთი რაღაცა რა, რომ მე ვხედავ შენში ზუსტად იმ ტანჯვას და ტკივილს, რაც ჩემში არის. ამით ვცნობ, რომ ჩემი ადამიანური ბუნება შენგან გამოყოფილი არ არის. ერთნი ვართ ამაში. და ეს ერთობა ხსნის გულს და გონებასაც. გაფართოვებულ დიდ სურათს მარჩვენებს. ადლიერი ვარ დღევანდელი შეხვედრის მეგობრებო. გვაქვს დრო იმისთვის, რომ თუ არის კითხვები, თუ არის გაზიარების სურვილი, თქვენი მაგალითების მოყვანის სურვილი, რამის დამატების სურვილი, რაც გაგიხარდებათ მეგობრებო, სიამოვნებით გამოუშვით. მადლობა. Maybe I will change. Tamar, Agastar. Okay, so კიდევ რა ეს არის იცი აი ტანჯვაზე რომ ანუ რატომ არის მოცემული გარე ნონდროში ანუ ამ გარე ნონდროს დანიშნულება არის რომ გაგივითაროს უარყოფის გონება ანუ სამსარიდან განიხილვა ეხლა ლამა იგორს ომი როცა ომი იყო ისრაელს და პალესტინას შორის რო დაიწყო, მაშინ მკითხეს რა. რა სიტყვიო მაგის შესახებ, რაღაც ისეთი იყო და მან თქო სამსარაში არ არის ბედნიერება. სამსარაში არ არსებობს ბედნიერება. და ეს ჩამრჩა გონებაში ძალიან მაშინ კარგად არ მქონდა ეს გაანალიზებული. და მაინც ზედმეტად მკვეთრი მეჩვენა ეს განცხადება და შემდგომ მაგალითად არის ესეთი სწავლება ქვია 4 ბუდიზმის 4 ბეჭედი Four Seals of Dharma და იქ ერთ-ერთი ბეჭედი ერთ-ერთი ჭეშმარიტება არის ის რომ ცხოვრება არის დამჯვა ეს ბუდამ თქვა თვითონ და ასე ვთქვათ, ეხლა რაც მოვისმინეთ, ხო, ეს არის მაგალითი, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიღებთ იმას, რაც არ გვინდა, მაგალითად, ვისმენთ შეურაცხყოფებს სხვა ადამიანებისგან, ან ზედმეტ სიცხეს ზაფხულში, ან ზედმეტ სიცივეს ზამთარში, ხო, ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, ვერ გისრულდება ისინი და ვერ ვინარჩუნებთ იმას, რაც გვინდა და გვინდა რომ შეგვინარჩუნდეს. და ამას სკადის ყველა არსება და ესეთია ცხოვრება. და ყველა პოზიტიური ექსპერიენსი გადაიზრდება ნეგატიურში.
არც ერთი განცდა ან რაიმე კარგი არ არის, რომელიც თავის თავში არ ატარებდეს მარცვალს, რომ ცუდად არ შემოგვიტრიალდეს. და ვიტანჯებით მუცლად ყოფნის პერიოდიდან დედის ემოციები, დაბადება, ცხოვრება, განსაცდელები, სიბერე, სიკვდილი და ანუ სხვა არსებებიც ასევე ძალიან ბევრს იტანჯებიან აი პირველ სწავლებაზე, რაც ახსენა ირაკლიმ 5 ან 6 კლასის არსებები, ხო? ანუ ეს არსებებიც ძალიან იტანჯებიან, ანუ ამისი მუღამი რა არის, რომ აი გათავისუფლება რატომ უნდა მოგინდეს? აი მაგიტომ არის ეს მედიტაცია რა, რომ თუ შენ გონია რომ ცხოვრება ბედნიერების მომტანი არის და მუშაობს და იმუშავებს დიდხნიან პერსპექტივაში, მაშინ შენ არ მოგინდება გათავისუფლება. და ისევ შენი სულიერი პრაქტიკაც იქნება სულიერი მატერიალიზმი. შობიამ ტრუნპარინკოჩეს აქვს ძალიან კარგი წიგნი ეს Cutting Through Spiritual Materialism, ესე ქვია. დიდი შედევრი იყო რომ გამოვიდა თავის დროზე. რომ ანუ ეს ადამიანი ისევ ამ სულიერ პრაქტიკებსაც იყენებს, რომ ისევ სამსარა მოიწყოს გემოზე, თავის გემოზე. რა და არ ეწყობა სამსარა. ვერ მოეწყო, ვერ აიწყო ბედნიერებას. ეს არ არის ადგილი, სადაც უნდა დაფუძნდე. ეს არის ადგილი, საიდანაც უნდა გათავისუფლდე. და აი ეს მიდგომა ჩვენში არ არის. ჩვენ აი არ ვუყურებთ ესე, რა ზედმეტად ექსტრემალური გვეჩვენება მსგავსი განაცხადი. არ ვუჯერა იმის, რომ სამსარა მტკივნეული არის. არ ვუჯერა. აი როგორც ვიღაცასთან რაღაც მტკივნეული, რაღაც ურთიერთობა, რაღაც მოძალადე მსხვერპლის და მელას თავის მარხჩობელა უყარდაო, ხო და ისევ მიდიხარ და ისევ გტკენს ადამიანი და მაგრამ მაინც კიდევ მაინც არ გესმის რომ ტკივილი არის იქ და უნდა დაამთავრდეს და უნდა წამოხვიდე ხო მაინც არ გესმის მაინც იმედი გაქვს რომ შეიცვლება სხვანაირი გახდება ხო არის ესეთი ურთიერთობები არა ანუ აი ესეთი რაღაც გვჭირს ძირითადად აი ეს ისტორია რო არის ხო ის ისტორია იცით ერთმა ოსტატმა წალში ჩააყოფინა თავი ღმერთი მინდაო ვიპოვო იცით ეგ ისტორია შენიც ხო ირა ხო მოგეთ ერთი კაცი მივიდა გურუსთან და ღმერთი მინდაო ვიპოვო რა და იმან წაიყვანა ზღვაში თავი წყალს ჩააყრინა და არ აწევინებდა და ის მოგეთ იხჩობა იქ და რაღაც ხელებს ასავსავებს და მოგეთ ძლივს რაღაც ამოყო და ჩაისუნთქა ამ ოსტატმა უთხრა ეხლა როგორ ჩასუნთქვა გინდოდაო ესე როცა მოგინდებაო ღმერთიო აი მე ნახავო ღმერთსო ღმერთი ჩაანაცვლეთ ახლა თქვა თავისუფლები თავის ჭეშმარიტებით ultimate reality არის რაც კიდე დაარქვით ანუ სანამ ჩვენ გონია რომ ამ სამსარაში შეიძლება კაი დროის გატარება აი მანდ ვტყუდებით მანდ კარგავთ ბევრ დროს იმის შეკოწიწებაში რაც არ მუშაობს რა და აი რაც უფრო ნელ-ნელა განვავითარებთ და მაგაზე უნდა ასე ვთქვათ ვილოცოთ და თხოვოთ ბუდებს და ბოდისატვებს რომ დაგვანახოს რომ რაღაცეები რაც გონია რომ იმუშავებს ვერ იმუშავებს საბოლოო ჯამში it's tough არ არის ადვილი ამის მიღება ერთი ოსტატი იყო რომელიც ლოცულობდა ამას ხშირად ყვები ხოლმე რომ ბუდებს და ბოდისატვებს თხოვდა რომ თხოვთ მომეცით 1000 რაღაცა რაც არ მინდა 1000 რაღაც შემემთხვას რისიც მეშინია და თხოვთ არ შემემთხვას 100 რაღაც რომელიც მინდა რატომ იცი რომ ეს დაბრკოლებები შემექმნას რომ ერთხელ და სამუდამოდ სამსარას თავის სახელი დავარქვა რომ გათავისუფლება მომინდეს მისგან და არა რაიმე სხვა ჩვენი მატერიალისტური გონება სხვანაირად მიდის ანუ ესეთი ფიქრით ძალიან რადიკალური არის ჩვენთვის რაღაცას ჩვენი დამცავი მექანიზმი ფსიქოლოგიური უცებ პანიკაში ვარდება როგორ
მაგრამ აი ეს მომენტი არის, რომ ტანჯვას თუ დაინახავ, ყოვლის მომცველი ტანჯვა არის მართლა ყველანი ვიტანჯვებით და რახან გაქვს სხეული, უკვე ტანჯვა გარდაუვალია. სხეული არის ტანჯვა, იმიტომ რომ მოგდები, იმიტომ რომ ავადდები, იმიტომ რომ ბერდები. ანუ არის გარდაუვალი არის აქ რომ რაღაცები შეგაწუხებს ფიზიკურად მაინც. და ეგეც შენი კარმა არის, რომ ეს სხეული გაქვს, ხო? ანუ შეიძლება და სინათლის სხეული გქონოდა მაგალითად, როგორც რაღაც მაღალ განზომილებაში, ან უკეთეს შემთხვევაში საერთოდ ოფილიყავი დარმაკაიანი. ან ბუდას ემანაციის სხეული, ხო? Okay, so just to concretize even more the purpose, ხო, ანუ რომ ესე იგი renunciation, ხო, უარყოფის გონება არის რაც გვაკლია და რაც ტანჯვაზე მედიტაციის მერე გვივითარდება, აი ნებისმიერი წიგნი რო წაიგითხო, რაღაც ვეფხის თაოსანი, იქ ბძენი ტიპები არიან, ვინც იცახიან, რომ ყველაფერი წარმავალია. ანუ ვინც იცახის, რომ ასე ვთქვათ, ტანჯვა არ არის და ასე ვთქვათ, რაღაც დალხენილი ის აქვს, ხო, ძირითადად ამ წიგნებში არ არის ხოლმე ეს ბძენი პერსონაჟები. რატომ? იმიტომ რომ ძენ გონებას აქ მღვიძარება მაგ ტანჯვასთან მიმართებაში და მე შეუძლია რომ გაითავისუფლოს თან. და სურვილიც რომ გაუჩნდეს საერთოდ რომ გათავისუფლდეს. ხო, okay, so მადლობა შივა, ხო, ძალიან საინტერესო დამატება იყო და ეხლა რო გისმენთ ეგეთ რაღაც გამახსენდა, რომ ბაბუჩემი 97 წელს იყო რომ გარდაიცვალა და ეგეთ რაღაცას მეუნებოდა ხოლმე რა, რომ სულ ქონდა შესაძლებლობა, მოკლედ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე, რომ ბევრი სახლი მიეღო რა, ესე რომ თქვა, ან ბევრი მიწა მიეღო, ბევრი ქონება მიეღო რა და ყველა მთელი ოჯახის წევრი, მათ შორის მეც, თუ გვიკვირდა ხოლმე და ვეუნებოდით, რომ რატო არაფერი არ გაქვს რა. და ბაბუჩემს ერთი პასუხი ქონდა ხოლმე რა. რაც მეტი გექნება, მით მეტი გაქვს ნერვიულობა რა. რაც მეტი გექნება, მით მეტად იტანჯები იმითი, რაც გაქვს, რომ შეინარჩუნო. რა გჭირდება? ეს მე მეტყოდა ხოლმე რა, შვილო, რა გჭირდება ერთი სახლი გააქვს და ვართ ამ ერთ სახლში. მეტი რა გჭირდება? მაგრამ ჩემში არის რაღაცა, რაც ცდილობს, რომ აი როგორც შენ თქვი, რომ აი თუ მქონდა შესაძლებლობა, რომ უფრო ბედნიერი ცხოვრება მქონოდა, რატომაც არა. მაგრამ იმდეს კი ვერ ხვდები, რომ ამის მერე შენარჩუნებით დავიტანჯები, ამით მოხვეჭით ვიტანჯები, უფრო მეტი სურვილით ვიტანჯები. და მამაჩემი სხვადასხვა თელი ბავშვობა მეუნებოდა ხოლმე, რომ არ არის ეს ცხოვრება ბედნიერების დევნა რა, ტანჯვა ეს ცხოვრება. და მე აქ აგრესიით ხვდებოდი ხოლმე, რომ მეთქი რა პესიმისტიკაცი ხარ, მეთქი რა ნეგატიური ადამიანი ხარ, როგორ არა ბედნიერება და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდი რა კუთხით მეუნებოდა რა. და დღეს ხვდები, რომ არ არის ეს ცხოვრება ბედნიერება, იმიტომ რომ თუ მე ბედნიერების დევნაში გავატარებ, იქ ძალიან დიდი anxiety, შფოთი, მოუსვენრობა მემართება ყოველთვის. ლამალინას აქვს ამის სიტყვა რა, მოეშვი, გაეშვი, შეეშვი. და ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩემში, რომ როცა ზღვარზე ვდგავარ რა. ბედნიერება თუ ტანჯვა თუ რა ხდება საერთოდ. და არის პროცესები, რომელზეც მე აბსოლუტურად არანაირად არ მაქვს წოდომა რომ ვაკონტროლო ეს პროცესები და ამ ბედნიერების დევნაში გავიმარჯვო. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ამ ტანჯვასთან დარჩენა იწვევს იმას, რომ შეეშვი, გაეშვი, მოეშვი რა. მეტი არაფერი არ არის ჩემგან საჭირო რა. მადლობა შივა ამ დამატებისთვის.